გიორგი ახობაძე შესაძლოა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სინდისის პირველი პატიმარი გახდეს, რომელსაც განაჩენს გამოუტანენ. სასამართლოს ხდომაზე მისი ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა თქვეს, მცირე კომენტარი ჰქონდა თვითონ ბრალდებულსაც, დეტალურად კი მოგვიანებით აპირებს საუბარს. ამის შემდეგ უკვე ჯერი მოსამართლეზეა, დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. ოცნების პროკურატურას ექიმის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, არც ჩხრეკის ამსახველი ვიდეო. სინდისის პატიმარი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. იგივე ვითარებაა სინდისის კიდევ ერთი პატიმრის თედო აბრამოვის შემთხვევაშიც, რომელიც ოცნების სასამართლომ ასევე დღეს განიხილა. ლიზი ვეკუა მოგვიყვება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. რა ეტაპზეა ახლა ამ საქმის განხილვა? დიახ, სოფო, 2 საათზე დიდი ხანია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ ხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ დასკვნითი სიტყვები, თუმცა მანამ სანამ დასკვნით სიტყვებზე მოგიყვებით, გეტყვით უახლეს ინფორმაციას, რომ რამდენიმე წუთის წინ რომეო ტყეშელაშვილმა ერთ-ერთ დამსწრეს გიზო ილურიძეს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, იმის გამო, რომ მან თითქოს უპატივცემულობა გამოიჩინა სასამართლოს მხარეს და ასევე დაარღვია წესრიგი. მოვლენების შემდეგნაირად განვითარდა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა და მიმართა ადვოკატებს, რომ ისინი იცინოდნენ რეპლიკების ეტაპის დროს და ამ დროს დამსწრემ თქვა, რომ თავად შმაგი გობეჯიშვილი გამოირჩეოდა ცინიზმით დამსწრეების მხრიდან. ამ ყველაფრის შემდეგ რომეო ტყეშელაშვილმა მოიხმო მასთან ერთ-ერთი დამსწრე გიზო ილურიძე და 400 ლარის ჯარიმა დააკისრა, რამაც ცხადია დარბაზში გამოიწვია უკმაყოფილებაც. რაც შეეხება ხდომის მიმდინარეობას, დასკვნითი სიტყვები მოვისმინეთ, როგორც ბრალდებულისგან, ასევე მისი ინტერესების დამცველებისგანაც. გიორგი ახობაძემ მცირე კომენტარი გააკეთა, მან თქვა, რომ უფრო ცვლად საქმის მიმდინარეობაზე და მის ბრალზე ისაუბრებს საბოლოო სიტყვაში, რომელიც ალბათ შემდეგ პროცესისთვის გადაიდება, რადგან მოსამართლემ დღევანდელი ხდომა გაწერა დღის 3 საათამდე და გიორგი ახობაძემ თავის დასკვნით სიტყვაში, ამ მცირე დასკვნით სიტყვაში ახსენა ერთ-ერთი მოწმე, რომელიც მისი თქმით იყო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ პროკურორის მხრიდან და ეს მოწმე იყო ექსპერტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის საქმეში. სწორედ ამიტომ გიორგის მიაჩნია, რომ მის საქმეში მტკიცებულებები საერთოდ არ დევს. რაც შეეხება ადვოკატების დაცვის დასკვნით სიტყვებს, მათ სულად მიმოიხილეს და ისაუბრეს გიორგი ახობაძის დაკავებაზეც, მტკიცებებზეც, მტკიცებულებებზეც, ასევე იმაზეც, რომ გიორგი ახობაძის დაკავების მომენტში ადგილზე ძალიან ბევრი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა რატომღაც ვერცერთ მათგანს ვერ აღმოაჩნდა იმის რესურსი, რომ გიორგი ახობაძის დაკავების მომენტი და ჩხრეკის მომენტი გადაეღოთ. ამაზეც გააკეთეს ძალიან ბევრჯერ რეპლიკა დაცვის მხარის წარმომადგენლებმა და ისაუბრეს იმაზეც, რომ გიორგი ახობაძის დნმ-ი ნერწყვის სახით მოხვდა საქმეში. ბრალდების მხარის ექსპერტის გამოკითხვისას იყო ასეთი ეპიზოდი, როდესაც ჩვენ ვცდილობდით ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ-ის კვალის გაჩენის გარკვევას. ექსპერტი ცდილობდა, რომ აერიდებინა ისეთი კითხვები, რომლებიც ჩვენ პოზიციებს გაატარებდა და ჰქონდა კომუნიკაცია მოსამართლესთანაც. პროკურორი ხომ არ მეჩხუბება პასუხი რომ გავცეო. არსებული მოწმე ზეწოლის ქვეშ იყო პროკურორის მხრიდან და ზეწოლის ქვეშ მყოფი მოწმის ჩატარებული ექსპერტიზა საეჭვია, რომ ობიექტური იყოს და რამე პრობლემები არ ჰქონდეს მას გულწრფელობასთან დაკავშირებით. ატაკში წერია, რომ გიორგი ახობაძე და მისი მეგობარი ლევანი ისეთ დროს გადაადგილდებოდნენ ერთად, როცა ჯერ ერთმანეთის არ ყავდათ დანახი. არ დაუჯეროთ არც გიორგის და არც ლევან ბერიძის ჩვენებას. ლოგიკურად გეკითხებით, 8-დან 9 საათამდე პატაკის ავტორს და წყაროს, რომელმაც მიაწოდა პატაკის ავტოს ინფორმაცია, საიდან ეწოდინებოდა, როდის წავა გიორგი. ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც პატაკი დაიწერა და გამოკითხვის ოქმში სახე მიეცა, არის გაყალბებული ამ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ ვერავის ბუნებაში ვერ ეწოდინებოდა გიორგი პირველიდან 2 საათზე, სად გაივლიდა და ვისთან ერთად. მოწმის სახით დაიკითხა 6 პოლიციელი, რომლებიც იმყოფებოდნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რა დროსაც გიორგი ახობაძეს მოტყუებით ჩაუდეს ნარკოტიკი. მათი გამოკითხვის ოქმებში წერია, რომ გადაღება ვერ მოხდა ადამიანური რესურსის არქონისა და ტექნიკური საშუალებების არქონის გამო. 6-ვემ დაგვიდასტურა, რომ მობილური ტელეფონი არის ტექნიკური საშუალება, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ტექნიკური საშუალება არ ჰქონდათ.
გიორგი ახობაძის საქმის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა თედო აბრამოვის სისხლის სამართლის საქმეც, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვა ედავებიან მსგავსად გიორგი ახობაძისა და მასაც 8-დან 20 წლამდე ანუადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის საქმეშიც ადვოკატების თქმით არანაირი მტკიცებულება არ დევს და არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, არც ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეო. სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ეს საქმეები ერთმანეთის identურია. ამ წუთებში გრძელდება გიორგი ახობაძის საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომაზე დიდი ალბათობით ვერ მოვისმენთ გიორგი ახობაძის საბოლოო სიტყვას და შემდეგ უკვე გიორგი ახობაძის განაჩენიც დიდი ალბათობით შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი.